ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ხელისუფლება, ვისაც ჰქონდა აქცენტი, თქვა, დაბალ გადასახადებებზე. ეხლა ისიც ამჯერამე რომ მაინც დაბალი გადასახადები იყო იმ პერიოდში და იმით ივსებოდა ბიუჯეტი, გავიხსენოთ და ყველამ კარგად იცით, რომ მაშინ არსებობდა, ასე ვთქვათ, მეშვიდე არაოფიციალური და ყველაზე, ასე ვთქვათ, მეტი ფული შემტანი გადასახადი ბიუჯეტში, რაცაც ერქვა რეკეტი. და რეალურად რომ რეკეტით ივსებოდა და რეკეტი გაცილებით მეტი წნეხი იყო ბიზნესისთვის პირდაპირ ფული შეტანა ბიუჯეტში. ვიდრე რაშუაშია უბრალოდ არა არის ეს არა დემა ანუ მე მინდა რომ პროფესიულად მოვისმინო მსჯელობა და ანუ კონსტიტუციაზე საუბრობ და რაზე მეშლება იცი ნერვები ანუ ნერვები გეშლება და გადადიხათ აი მიშა და ბენდუქიძის ბატონო ერაკე თუ რა დამთავრებული ეს არ არის ამ თემის დასაბუთების მოდით შევთანხმდეთ ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში რეკეტი არის ცუდი ეს არ არის რეკეტი არა ხდება ტელევიზორს არ უყურებთ ვერ გავიგეთ რეკეტი ეხლა ახლა ყოფილი პროკურორი რასაკეთებს ეხლა ვერ თუ არ დამთავრებინებ ექსაუბარი უბრალოდ მე არა პოლიტიკოსი და არ მაინტერესებს ეს დემაგოგია არა მე ვამოფრას რომ ბატონი ოთარ ბოდიში ირაკლი აბესაძე როცა ამბობდა იმას რომ ნაციონალური მოძრაობის პერიოდში თქვა ბიუჯეტი იზრდებოდა და რაღაცა ხარჯები ფინანსდებოდა მე მინდა გავახსენო მასაც და საზოგადოებასაც რომ ეს მაშინ ხდებოდა ცოტა სხვა მეთოდებით და არანაირ კავშირში გადასახადების თქვა მოდელთან არაფერს შუაში კი ბატონო დაუბრუნდეთ 94-ე თავი ისი თქვა მინდა დღევანდელმა ხელისუფლება რატომ უნდა გააკეთოს ეს რატომ უნდა მოიღოს 94 მუხლი მინდა კონსტიტუციიდან რომ შემდეგ მომავალში შეიძლება რომ ქვეყანაში მოვიდეს შედარებით ნორმალური და მემარცხენე ხელისუფლება და რომელსაც შეზღუდული ექნება მისი იდეების გატარების საშუალება. კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია ვიდაოთ იმაზე, რომ მიმდინარე პოლიტიკაში რამდენად სწორია რა შეიძლება